გამარჯობა. ეს არ იქნება ჩემი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი. სრულიად სხვა შინაარსის მქონე ვიდეოების სერია იქნება. ამიტომ მინდა რომ სანამ დავიწყებ მოკლე წინა სიტყვაობა გავაკეთო. როცა წარმოდგენა მაინც შეგექმნათ რატო ვაკეთებ. უკვე დიდი ხნის წინ მე 8 წლის განმავლობაში მოგზაურობდი მსოფლიოს გარშემო hitchhiking-ით. იგივე ავტოსტოპით. ზოგადად გზა იმდენად დაუშრეტელი წყარო არის შემეცნების, რომ რასაც ის გასწავლის, ვერ ისწავლი ვერცად სხვაგან. ვერ ამოიკითხა ვერცად წიგნში, იმიტომ რომ ეს არის თავიდან ბოლომდე შენი გამოცდილება, დაუწერელი გამოცდილება. მე არ მქონდა არანაირი ესეთი ძვირადღირებული აპარატურა. მხოლოდ Canon-ის კამერა მქონდა, ისიც მოგვიანებით შევიძინე. აი ეს კამერა გაჩვენებთ. ეს კამერა. არ თუ ხედავთ, იმედია რომ ხედავთ. ეხლა ცოტა კი არის ამოვარდნილი. ამოვარდნილი ფორმიდან შემსავით, მაგრამ დიდი გზა გავიარეთ მართლა ერთად და დიდი ისტორია აქვს ამ კამერას. იმ დროისთვის ჩემი მთავარი ინტერესი იყო ფოტოგრაფია, თუმცა ვიდეოებსაც ვიღებდი აქა-იქ და ამ ეპიზოდშიც და შემდეგ ეპიზოდშიც აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემს მიერ გადაღებულ ფოტო-ვიდეო მასალას. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, როგორი ფორმატით შეობდა ამ ვიდეოების გაკეთება და საბოლოოდ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ მირჩევნია უფრო მეტი გითხრათ, მოგიყვეთ რა მასწავლა ამ მოგზაურობებმა, ვიდრე აინახეთ მე სადაღარა ვარ ნამყოფი. ანუ ეს კლასიკური წარმოდგენით სამოგზაურო ვიდეო არ იქნება. თუმცა ასაკურველი ამაში ცოტა ვერაფერს ხედავ პირიქით. საერთოდ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მე მაგ დროს და საერთოდ დაუგეგმავად დავდიოდი აქეთ-იქით. აქ ნეპალშიც სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ინდონეზიაში მივდიოდი. ნუ ალბათ რაღაც დროში ამის თაობაზეც მოვყვები, მაგრამ ამ ეპიზოდში მაინც ვისაუბრებ ეს პატარა მცირეოდენ ფრაგმენტზე, ჰიმალაიზე და კონკრეტულად უფრო კერძოდ ანაპურნას მთის მასივზე. ზოგადად ნეპალი პოლითეისტური სახელმწიფოა და უამრავი რელიგიური კონფესია, რელიგიური მოძღვრება არსებობს, რომელიც აღიარებს მრავალღმერთიანობას. ყველაზე გავრცელებული რელიგიები მაინც არის ბუდიზმი და უბრალოდ ინდუიზმი და ბუდიზმი. ცალკეულად ახლა ინდუიზმში იმდენი ღმერთი, ქალღმერთი და ღვთაება არის, რომ დასამახსოვრებლოდაც გიჭირს ხანდახან. ხო და მოკლედ ერთი ესეთი ინდუისტური ღვთაება, ქალღმერთი იყო სახელად ანაპურნა, რომლის საპატივცემლოდაც დაერქვა ეს სახელი ამ დიდებულ მთას. ნეპალურ ენაზე ანაპურნა ბრინჯით და მარცვლეულით სავსეს ნიშნავს. ადგილობრივები მას ეძახიან ანაპურნა დევი, ანუ ანაპურნა ღვთაება. სხვა შორის მახსოვს პირველად ნეპალს რომ მიუახლოვდით, ილუმინატორიდან რომ გადმოვიხედე, გული ამიჩქარდა, ანუ ღრუბლებიდან ისე იყო ამოწვერილი ეს ამხელა გიგანტური მთის მასა. სადაც არ უნდა მიდიოდე ეს ნეპალში, პირველი ასაც დაინახავ არის ჰიმალაის მთის სისტემა. ანაპურნა არის 55 კილომეტრიდან 60 კილომეტრამდე მთის მასივი. ნეპალის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში არის ჰიმალაის მთებში. და შედგება ძალიან ბევრი მწვერვალისგან. აი ისეთი მთისგან მაგალითად როგორიც არის ანაპურნა პირველი, მეორე, მესამე და ასე შემდეგ. ანაპურნა პირველი სოფლიოს მეათე უმაღლესი მწვერვალია და მის სიმაღლე შეადგენს 8091 მეტრს ზღვის დონიდან. ცნობილი არის ასვლის სირთულეები და საფრთხეები, თუმცა ასევე ცნობილი არის თავისი წრიული საბაზო ბანაკის მარშრუტის ლაშქრობით.
ადგილზე, რომელზეც ახლა მინდა მოგიყვეთ, არის 4030 მეტრზე, მდებარეობს განდაკის პროვინციაში, რომლის დედაქალაქიც არის ქალაქი პოხარა. სწორედ აქედან დავიწყე მზადება მთაზე ასასვლელად. სადღაც 5 დღიდან 1 კვირამდე არის საჭირო ბანაკამდე მისასვლელად, თუმცა, რასაკვირველია, დამოკიდებულია რამდენად კარგად დადიხარ მთაში. შევიძინე ყველანაირი აღჭურვილობა, დაწყებული სამთო ფეხსაცვლიდან დამთავრებული წყლის კაფსულამდე, ანუ თერმოსამდე. მოკლედ ყველაფერი ის, რის გარეშეც არც თუ ისე კომფორტული არის მთაში ყოფნა, განსაკუთრებით ამ სიმაღლეზე. ხო და ადგილობრივ ბიჭს მილანი ქვია, ვთხოვე მეგზურობა. კიდევ უფრო ადრე, ანუ ბრაზილიური გამოცდილება რო არ გამეზიარებინა და არ წავსულიყავი იქ მარტო, სადაც არ უნდა წავსულიყავი, ამიტომ მილანს ვთხოვე, რომ გამختارიყო ჩემი მეგზური. ისეთ ტიპი იყო რა, პატარა მოხდენილი კოხტა და ისე, ანუ კალიასავით დაახტოდა ამ უზარმაზარ ლოდებზე. თუმცა რასაკვირველია, ეს ყველაფერი იმის შედეგია, ამ ხელა გამოცდილებაც მას ჰქონდა და სადღაც თვეში რამოდენიმეჯერ უწევდა ამ მარშრუტის გავლა. მოკლედ ოსტატი იყო ამ ამბის. გზად გავილი ძალიან ბევრ ადგილს, თუმცა ყველას ვერ მიმოვიხილავთ ამ ვიდეოში. აი ჩემი აზრით რაც არის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი, იმათი აუცილებლად შევჩერდებით. პირველად გვხვდება გზად პატარა საბაზრო დასახლება, საბაზრო სოფელი ნაიაპული. ძალიან ახლოს არის სხვა შორის ეს პოხარასგან, სადღაც 2 საათის სავალზე არის. და ეს ითვლება, ანუ ეს არის ანაპურნას მისადგომებთან უკვე და ეს ითვლება ეს ანაპურნას საბაზრო ბანაკამდე ლაშქრობის ერთ-ერთ მთავარ კარიბჭედ. ნუ თავისთავად ახლა ძალიან ბევრი სხვა მისადგომიც აქვს ანაპურნას, მაგრამ ეს ის გზაა, რაც მე გავიარე და ამიტომაც შევაჩერებ ყურადღებას. აქ ყველგან ნახავ, არა მხოლოდ აქ, ზოგადად მთლიანად ქვეყანაში, ნეპალში, ყველგან ნახავთ მანტრებს. ნუ გამოკიდებულია ზოგი შენობაზე, ზოგი ხიდზე, ზოგი ბოძზე და სადაღარ. და ნუ მანტრა თქვენ თუ გნებოთ, საოცავი დაარქვით. ხო და ეს მანტრა ძირითადად არის 5 ფერის პატარ-პატარა ესე დროშებივით არის და სხვადასხვა ელემენტს წარმოადგენს, მაგალითად ლურჯი არის ცა, თეთრი არის ჰაერი, წითელი არის ცეცხლი, მწვანე არის წყალი და ყვითელი არის მიწა. როგორც კი გამოვედით ნაიაპულიდან, მაშინვე გამოჩნდა ეს ბრინჯის ტერასები, სადაც ადგილობრივები ფუსფუსებდნენ და საოცარი სანახავი იყო. სხვათა შორის მე ძალიან მიყვარს აზია. არა მხოლოდ თავისი ბუნებრივი მემკვიდრეობის გამო. იმის გარდა, რომ აი ხალხი არის ძალიან თავმდაბალი, შრომის მოყვარე და აი ესეთი რა, მიწის სიყვარული რო აქვს რა, ეგეთი ხალხია, აქვთ რა, ეგეთი ხალხია. ასევე აქვს ძალიან დიდი სიღრმე. ანუ ნეპალში ჩვეულებრივი ამბავია, ვინმე გზად, სოფლის გზაზე გამლელს შეხვდე და ისეთი რაღაცა გითხრას, რომ გაგაოგნოს. და მე ზიხარეს და ფიქრობ, აი რანაირად შეიძლება ეხა ამ ტიპში დაიბადოს ეს იდეა. მაშინ როცა იცი, რომ აქ ჩვენკენ დასავლეთში მსგავს ფილოსოფიას, ესე რა, დაყენებული პოზით და ჭკვიანი სახით ასწავლიან. ეს ტიპი კიდე ესე რა, დილით რო გამოვიდა და ცხვარი ან ძროხა მიყავს საძოვარზე, ეგრე ცხოვრობს რა. ძალიან დიდი სხვაობაა. მოკლედ ეგეთი ამბებია რა. ამიტომ მიყვარს ძალიან აზია. სხვათა შორის ძალიან ბევრის აზრით და ბევრ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, თუ შეიძლება ესე ითქვას, ნეპალი არის ერთ-ერთი ცენტრი აღმოსავლური აზროვნების. რთული არ დაეთანხმო. მოკლედ, შემდეგი გაჩერება არის ტიხედუნგა ულერი, ესე ქვია. სინამდვილეში ეს ტიხედუნგაც და ულერიც ორი განსხვავებული სოფელია, მომიჯნავე სოფლები, მაგრამ ყველა ისე მოიხსენიებს ტიხედუნგა ულერი და არა განცალკევებით და ამას თავისი მიზეზი აქვს.
ტიხედუნგა არის 1540 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან და როგორც წესი ნაიპულიდან მომავალ გზაზე ეს არის პირველი გაჩერება ღამის გასათევი. ულერის შემდეგი მთავარი დასახლებაა და გაცილებით უფრო მაღლა არის. სიმაღლე სადღაც 2070 მეტრამდე აღწევს ზღვის დონიდან. თუმცა საინტერესო ფაქტი ის არის, რომ მათ შორის მონაკვეთი ცნობილი არის თავისი გრძელი კიბით. ასე პატარ-პატარა ლოდები არის დალაგებული და 3000-ზე მეტი საფეხური აქვს. წარმოიდგინეთ, 3000-ზე მეტი საფეხური. საკმაოდ რთულია მასზე აცოცება რა. ტიხედუნგას გარშემო სუბტროპიკული ტყეებია გაშენებული. კლიმატი უფრო თბილია და მცენარეული საფარიც უფრო მრავალფეროვანი. აი ულერის მახლობლად უკვე გრძნობ რაღაცა გარდამავალ ფაზას, სამთო კლიმატს, ნაკლები ტენიანობა არის, ჰაერი უფრო სუფთაა და უფრო გრილია. ორივეგან არის ჩაის სახლები, პატარა მაღაზიები, პატარა სასტუმროები და კვების ობიექტები. ამ ორივე დასახლებაში ძირითადად ცხოვრობენ მაგარისა და გურუნგის თემები. კაი, დაუბრუნდეთ ახლა გზას და წავიდეთ გორეპანისკენ. ეს გორეპანი არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. გორეპანი არის სოფელი მიაგდის რაიონში, დაულაგირის ზონაში. 2872 მეტრზეა გაშენებული სოფელი და ანაპურნას ნაკრძალის მთავარ ბილიკზე მდებარეობს. საბაზისო ბანაკის გარდა აკავშირებს რამდენიმე სხვა სოფელს. აქ არის განთავსებული მცირე ზომის სასტუმროები, ჩაის სახლები და ყველაფერი ის, რითაც უზრუნველყოფენ განთავსებას და კვებას მთასვლელებისთვის, ტურისტებისთვის თუ ნებისმიერი გამლელისთვის. როგორც წესი, აქ ღამის გასათევად ამოდიან, რომ გამთენიისას ახლომდებარე პუნხილის გორაზე ავიდნენ და სისამოსლო ნახონ. სხვათა შორის საინტერესო ფაქტი ის არის გორეპანის შესახებ, რომ წლების წინ ეს იყო ადგილობრივი ვაჭრებისთვის მოსასვენებელი ადგილი, სადაც წყალს პოულობდნენ თავიანთი ცხენებისთვის. პანი ნეპალურ ენაზე ნიშნავს წყალს და გოდა ნიშნავს ცხენს. სწორედ აქედან მოდის მის სახელი გოდეპანი, რომელიც უფრო სწორია, მაგრამ საყოველთაოდ მაინც გორეპანი არის ცნობილი. რეალურად გამოდის, რომ ცხენის წყალია. ეხლა რაც შეეხება პუნხილს. პუნხილი არის გასაჩერებელი პუნქტი, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც გადაჰყურებს მთლიანად ამ ანაპურნას მასივს და აქედან შეგიძლიათ დაინახოთ ჩვენი პლანეტის არაერთი მწვერვალი. ისეთი მთები, როგორიც არის მაგალითად ანაპურნა, დაულაგირი, მაცაფუცრე და ასე შემდეგ. სხვა მრავალი. საერთოდ ალბათ გექნებათ განაგონი, რომ ფოტოგრაფისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ამბავი ის არის, რომ სხვას არ შეუძლია გადაუღოს ისეთი ფოტო, როგორც მას უნდა. მე მართალია არა ვარ ფოტოგრაფი, მაგრამ ვისურვებდი, რომ ვინმე ჩემთვის გადაიღო უკეთესი ფოტო ამ ადგილებზე რა. პუნხილიდან გამოსულებმა ცოტა ხნით შევიარეთ, ეს პატარა სოფელი არის ქედზე გაშენებული, ქვია განდრუკი. ეს ადგილი არ არის მთავარ მარშრუტზე, უბრალოდ ცნობილი არის იმითი, რომ ადგილობრივი დასახლებით არის ცნობილი, გურუნგის ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს აქ და მათ აქვს ძალიან საინტერესო კულტურა. ამის გარდა საოცარი ხედები აქვს მაცაფუცრეს და ანაპურნას. და ეგ იყო მიზეზი, რის გამოც შევიარეთ ცოტა ხანი გავჩერდით. მე გითხარით, რომ ზოგადად აქ ამ მარშრუტზე უინტერესო ადგილი არ არსებობს, მაგრამ გასაკვირველია ყველას ვერ მიმოვიხილავთ ამ ვიდეოში და რაც ჩემი შეხედულებით ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ადგილებზე გავაკეთებთ აქცენტირებას. ეხლა უახლოვდებით ძალიან სახიფათო მონაკვეთს, დეურალის მონაკვეთს და ამიტომ რამდენიმე პატარა ისტორია მინდა მოვყვე რა. ან ჭკუის სასწავლებელი, მოდი ეს დავარქვათ, იმიტომ რომ მთა შეუდარებელი სილამაზის არის
უბრალოდ ძალიან პრეტენზიულის ამავდროულად და პატივისცემას იმსახურებს, იმიტომ რომ თუ პატივისცემით არ მოეკეცი, აუცილებლად იგივე თქი პასუხებს და ეს შეიძლება არც ისე სასიამოვნო იყოს. მე წავაწყდი ეგეთ მე ამ ლაშქრობის დროს შევესწარი ეგეთ მომენტს და ანუ რასაკვირველია მაგაზე ხა აქცენტს არ გავაკეთებ აქ, მაგრამ დამერწმუნეთ ჭკუის სასწავლებელი იყო და ნუ დიდი გამოცდილება მომცა და ბევრი რაღაცა მასწავლა ამ ამბავმა. აა მაგრამ ეხლა მე უფრო მსუბუქ ამბავს მოგიყვებით, რაც იგივე მონაკვეთში მოხდა დაახლოებით. მოკლედ მთაში არის ძალიან ბევრი წესი რა, ყველა მიცდის ეს ამბავი და რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო მკაცრდება ეს წესები. და თურმე ყოფილა ესეთი მთაში არ შეიძლება. ნუ სახალისო ამბავია, უფრო საყურადღებო, ესე უფრო სწორი იქნება ალბათ. არ შეიძლება ქალის და კაცის არანაირი ფიზიკური კონტაქტი. მე ვგულისხმობ ხელი-ხელს ჩაკიდებას და არა რამე ერთობ სერიოზულ ამბავს. და მნიშვნელობა არ აქვს ეს ქალი და კაცი რა სტატუსით არიანი იქ, ან ცოლქმანი არიან, შეყვარებულები, კარის მეზობლები თუ ვინები არიან, იმიტომ რომ ეს წესი ყველაზე ვრცელდება. რადგან ესეთი ქმედება შეურაცხმყოფს იქაური მაცხოვრებლების ადათ წესებს. ნუ სხვანაირი ცნობიერების ხალხი არიან. მაგრამ ამბავი იმაშია, რომ აი თუ კი მეგზური გახლავს, მეგზური ვალდებულია ამის შესახებ ჩაგაყენოს საქმის კურსში და იმ შემთხვევაში თუ არ გითხრა, ის აუცილებლად მოიკვეთება თემიდან. ცოტა თავიდან კი გამეცინა, მაგრამ ნუ მოკლედ ეგეთი ამბებია. და ესეთი პატარა მინი განათლება მომცა ჩემმა მეგზურმა და მეგობარმა მილანმა. თუმცა გასაგებია, რომ ეს არის სოციალური ნორმა, იქაური და არ არის საჯაროდ მიღებული თუნდაც ხელჩაკიდებული ვიღაცა წყულმა რო იაროს და ჩახუტება და ამ შემდეგ და ამ წესის დარღვევისთვის უპირობოდ დაისჯება ნებისმიერი ვინც დაარღვევს, მაგრამ აი თემიდან გარიყვა თუ მოკვეთა თუ გარიცხვა თუ როგორც არის, აი ძალიან ზედმეტი მგონია მაინც. კაი, დაუბრუნდით ახლა დეურალს. ეს დეურალიდან მაჩაპუჩრეს საბაზო ბანაკისკენ მიმავალი მონაკვეთი არის აღიარებული როგორც ანაპურნას საბაზო ბანაკის ლაშქრობის ერთ-ერთი ყველაზე ზვავისკენ მიდრეკილი ნაწილი. Yeah, we are here. ბილკის ეს ნაწილი გადის ვიწრო ციცაბო ხეობაში, რომლის ზემოთაც თოვლით დაფარული ფერდობებია. განსაკუთრებით დეურალის ზემოთ ეს მაღალი მწვერვალები და მაღალი მწვერვალებით არის გარშემორტყმული და ეს ალპური რელიეფი და მყიფე თოვლი ზვავის საფრთხეს ძალიან რეალურს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ მე ზაფხულში ვიყავი იქ, მაინც იყო ძალიან დიდ მონაკვეთზე ესეთი გადნობის პირას მისული თოვლი, რომელიც ძალიან საშიში არის. სხვადასხვა სალაშქრო ლიტერატურაშიც ყველაზე მაღალი ფრისკის ზონაში ხშირად აღწერილია როგორც ჰენკუს გამოქვაბულსა და დეურალს შორის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ერთ და იგივე ზოგადი დერეფნის ნაწილია. ამ ვიდეოს სხვადასხვა მილანი მიღებს, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან მოქნილი და მოხდენილია, ასევე გაბედულია. როგორც იქნა გადავიარეთ დეურალის ეს სახიფათო მონაკვეთი და უკვე საკმაოდ ახლოს ვიყავით მაცაფუცრეს საბაზო ბანაკთან, სადაც ვიცოდით ხელჩაის დავლევდი და დავისვენებდი. ვისიამოვნებდი რა თქმა უნდა იქაურობის მშვენიერი ხედებით, თუმცა სიმაღლე მაინც თავისი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვიყავი, ჰაერს ნოყიერება აკლდა, გაცილებთ უფრო თხელი იყო ვიდრე ჩვეულებრივ და ამის ფონზე ცოტა დავიხალეთ კიდეც. მე დავიღალე და მილას დიდი არაფერი არ ეტყობოდა სიმართლე რო ვთქვა. მოკლედ შევანელეთ სვლა და ამიტომ ცოტა დაგვაგვიანდა ბაზაზე ასვლა.
ამასობაში მოვადექით მაცაფუცრეს. ზოგი მაცაფუცრეს ეძახის, ზოგი მაჩაპუჩრეს ეძახის. ეს არის მთა, ასევე ანაპურნას მასივში და როცა უყურებ, ან ძალიან უცნაური შეგრძნება ხდება, იმიტომ რომ უცნაური ფორმა აქვს ამ მთას, გავს თევზის კუდს. და ეგ იყო მიზეზი, რის გამოც მას ადგილობრივმა დაარქვეს მაცაფუცრე. ასევე მითხრეს მაშინ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი მთა, თავისი ფორმისა და კედლის დახრილობის გამო. და ოფიციალურად მისი უმაღლესი მწვერვალი არავის არ დაულაშქრავს. იყო მცდელობები, არაოფიციალურად, მოდი ასე ვთქვათ, თუმცა იმდენი ადამიანი შეიწირა, რომ საბოლოოდ ნეპალის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაცაფუცრეზე ასვლის ნებართვას აღარ გასცემდნენ. როგორც იქნა ბაზაზე ავედით, დაღლილობამაც გადაიარა. და სანამ სასტუმროში შევიდოდით, მანამ გარშემო ადგილების სანახავად წავედი. მაცაფუცრე ისე იყო ღრუბლებისა და ნისლის საბურველში გახვეული, რომ დროდადრო როგორც კი გამოჩნდებოდა, იქ შეკრებილები ერთმანეთს გადასძახებდნენ. ნახე, აი, გამოჩნდაო. იმ ღამით იქ დავრჩით და დილის 4-ზე გავაგრძელეთ გზა ანაპურნასკენ. იმიტომ რომ განთიადი უკვე 6-15 აკლია მაშინ არის. გამოდის ამ ორ მთას შორის არსებული მანძილი უნდა დაგვეფარა საათსა და 45 წუთში. არ ვიცი, რამდენად მოვახერხე იმისი გადაღება, რასაც ვხედავდი, თუმცა ვიზუალური წარმოდგენა მაინც შეგექმნებათ, რამდენად საოცარია ეს ადგილი. და აი ისიც ამ ლაშქრობის და ზოგადად ამ ამბის მთავარი კულმინაცია ანაპურნა. What time is it now? 5:30. 5:30. Yeah. აქაურობაზე რა შემიძლია თქვა? უყურებ და ხვდები, რომ პლანეტის მწვერვალზე ხარ. ენით უთქმელი გრძნობა არის მართლა. სხვათა შორის მსვლელობის დროს მახსოვს ზემოთ 8000-იანზე ავიხედე, სადაც მუდმივი გამყინვარებაა. სადაც არ არსებობს არც ფერი, არ არსებობს არც სუნი და ზოგადად არც ცოცხლი არ არსებობს. თუმცა ამ უკიდეგანო მთების შემყურე თან მადლიერებას განიცდი, თან პატივისცემას განიცდი და თან გიხარია, რომ საკუთარ თავზე შეგიძლია გამოსცადო, როგორია ასეთ გარემოში ყოფნა. მაგრამ ასევე ვფიქრობ, ახლა ამას რამე რო არ მოეწონოს და ჭანჭიკი გადაუბრუნდეს, ისე ჩაკლაპოს, თითქოს არც არასდროს არ გიარსებია. არაფერს არ დატოვებს შენგან. მოკლედ, პატარა რეზიუმე რო გავაკეთო, მთაში ბევრი ცუდიც ხდება, ბევრი კარგიც ხდება, თუმცა საბოლოო ჯამში
ყველას უხარია აქ ყოფნა, ყველა აღნიშნავს და ყველა მადლიერია. ახლა ტრადიციული YouTube შეძახილების დრო მოვიდა. მოკლედ თუ მოგეწონათ ეს ჩემი ნაშრომი, გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და კომენტარსაც უდატოვეთ, თლაც საოცრება იქნება. მე კიდე ვეცდები, რომ საომელოდ უფრო ისეთი საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. მადლობა ძალიან დიდი და დროებით.